მაშინ როდესაც პოლიტიკოსები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ ან ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მართავენ, ყველაზე აქტუალური საკითხი წინა პლანზე იწევს ხოლმე დევნილები. მათი დაბრუნება უკვე წლებია განიხილება. ბოლოს შესაძლო დაბრუნებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ქართულმა მხარემ ჟენევის 20-მე რაუნდზეც დააყენა. პროგრესი არ არის. სოხუმი და ცხინვალი მოსკოვის მხარდაჭერით აცხადებენ, რომ ისინი არ განიხილავენ ამ საკითხს, სანამ თბილისი ყოველწლიურად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმ რეზოლუციის ინიცირებას ახდენს, რომელიც დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ქრონიკა დაინტერესდა, როგორ უყურებენ თავად დევნილები ენგურს გაღმა დაბრუნების პერსპექტივას და რას ფიქრობენ დღეს საკუთარი სახლების დატოვებიდან 21 წლის შემდეგ. თამარ ჩიხაძე ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე იმ შენობას ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები 1993 წლიდან ცხოვრობენ. აი ამ კარადაში ერთი ჩვენთვის ძვირფასი და დღეს უკვე რელიქვიად როგორც წეინახება საბეჭდი მანქანა. საბეჭდი მანქანა, რომელზეც მეუღლე ლექსებს წერდა, ერთდროულად ყველაზე მძიმე და ყველაზე მსუბუქი ნივთია სოხუმიდან. პოეტ რენე კალანდიას ოჯახს სახლიდან სხვა არაფერი წამოუღია. ეგონათ მალე დაბრუნდებოდნენ. სახლს ერთხელ მოატყუებენ, რამდენჯერ უნდა მოგვატყუნ და მოვტყუდეთ, ხო? ღმერთ მანქანაზე წასვლა თუ იქნება, დღეს ვემზად ვარ წავიდე. დალი კალანდიამ 20 წლის წინ შეიცვალა მისამართი და სტატუსი. არ შეცვლილა მხოლოდ ფიქრი სახლზე, სადაც 20,000-ზე მეტი წიგნი დატოვა. სახლი აგრბას ქუჩაზე სოხუმში დარჩა, დამწვარი ბიბლიოთეკა კი მხოლოდ მეუღლის ლექსში. უკან მომღავის ბიბლიოთეკა, ჩემი 64 და ჯოჯოხეთი. 80 გამოვაკლოთ 76. დევნილთა კორპუსში ერთი სართულით ზემოთ ომის პოეზიას, ომის მათემატიკა ცვლის. პედაგოგი მარინა ჯელია ჯერ დღეებს ითვლიდა, ახლა კი ერთმანეთს წლებს უმატებს სოხუმის გარეშე. დაბრუნებასა და პატიებაზე მასაც საკუთარი აზრი აქვს. ერთი პროსპექტი იყო ქალაქში. დღეს იმ პროსპექტზე დამარხულია აფხაზები. ახალგაზრდა ბიჭები და დღე-დაღამე დგას შეოსანიქალები აი ასე. ასეთი ამბავი ჩამოვაქვთ. ჩვენ ხო ძალიან ბევრი ის გადავიტანეთ, არა, იგივეა იქ მხარესაც. არ ვიცი თანაცხოვრება შეიძლება თუ არა ერთად. პატიება. მე არავის მიმართ აგრესია არ აქვს. ნამდვილი ბრძოლის შემდეგ დღეს დევნილები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან. სოციალური პირობები მათი მთავარი პრობლემაა. მათ უფლებებზე უკვე წლებია გაეროსულ ტოლვილთა სააგენტო მუშაობს. დაბრუნების სირთულეები მისიის ხელმძღვანელმა ყველაზე კარგად იცის. Returning after war is always difficult. ომის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის ძალიან რთულია. ამ ადამიანებს ხვდებათ ეკონომიკური პრობლემები, საცხოვრებლისა და დასაქმების პრობლემები. ჩვენ მათ უფლებებს ვიცავთ. მათი უმეტესობა ხანდაზმულია და უნდა ნახოთ, როგორ ცდილობენ გადარჩნენ. მათ ძალიან უნდათ იქ დარჩენა და ცხოვრება. შენი დედიკო, შენი ბიძა. ათვალიერებენ შავ-თეთრ ფოტოებს და იხსენებენ წარსულს ამავე ფერებში. ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები დევნილთა პრობლემებს მოაგვარებენ, აქ მცხოვრებთათვის დაბრუნება მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება. სოხუმი კი შვილიშვილის დახატული პეიზაჟია.